გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. წერტილში ბიზნესის ხმის დროა ჩვენი სტუმარი კომპანია TESEN ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავართქილაძე იქნება და მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებთ სამშენებლო სექტორის რეალურ პრობლემებზე, ქართულ ოცნებაში ირაკლი კობახიძის გუნდის ხედვაზე და ქართული კომპანიების გამოწვევებსა და გეგმებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. TESEN ჯგუფი ბაზარზე 2008 წლიდანაა, დღესდღეობით კომპანიის პროფილს სამოქალაქო მშენებლობის სხვადასხვა მიმართულება, კერძოდ ნაპირსამაგრის, საგზაო, გვირაბების, ხიდების მშენებლობა და ასე შემდეგ წარმოადგენს. ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, ძალიან მოკლედ მოგიყვებით გუშინ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისული ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის რევაზ სოხაძის გამოსვლიდან მთავარ აქცენტებს, რამაც მედიის, მათ შორის ბუნებრივია ჩვენი ყურადღებაც მიიქცია. მინისტრისთვის ქართული ოცნების დეპუტატებს 68 შეკითხვა ჰქონდათ გაგზავნილი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს შეეხებოდა, მაგრამ მთავარ თემად ბუნებრივია რევაზ სოხაძის ის განცხადებები იქცა, რომლითაც მოქმედმა მინისტრმა ფაქტობრივად წინა მინისტრი და მისი გუნდი ამხილა. რაში ამხილა, მას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ, იყო ეს კორუფცია, სამსახურებრივი გულგრილობა, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება თუ სხვა რა, მაგრამ არ დაუმალავს, რომ სამინისტროში ბევრი პრობლემა თუ პრობლემური პროექტი დახვდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, თქვა გუშინ რევაზ სოხაძე. მუნიციპალური განვითარების ფონდში სამწუხაროდ შესვლისას შესწავლის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური და პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. პრობლემებში გულისხმობ როგორც დაბალ ტემპს, ზოგ შემთხვევაში შეჩერებულ პროექტებს, ვადაგადაცილებას, არაერთგზის ხარისხის პრობლემას და ასე შემდეგ. დიდი მოცულობით ხდებოდა ავანსების გაცემა, ხშირ შემთხვევაში შესრულების მკაფიო გარანტიების გარეშე. მაგალითად, ქალაქებისა და კურორტების განვითარების 330 მილიონიან პროგრამაში გაცემული იყო 174 მილიონი ლარის ავანსი. ასევე კომპანიას, რა თქმა უნდა, არ დავასახელებთ, მაგრამ ერთ-ერთი კომპანიის მთლიანი პორტფელი შეადგენდა 452 მილიონს შეადგენს და აქედან ავანსის სახით გაცემული იყო 155 მილიონი, მეორე შემთხვევაში 400 მილიონიანი პორტფელის მქონე კომპანიაზე 154 მილიონიანი ლარის ავანსი. სიტყვიერი შეთანხმების პრაქტიკა, რაც რა თქმა უნდა მიუღებელი არის და მთლიანობაში ფონდის საქმიანობის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და სისტემური რეფორმის აუცილებლობა. როგორი იქნება რეფორმირებული მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამას ვნახავთ, რაც უკვე ვნახეთ, ისაა, რომ ფონდის ყოფილი დირექტორი დავით ტაბიძე დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. გუშინ პროკურატურამ მას გირაოს სახით 300,000 ლარის გადახდა დააკისრა, რომლის გადასახდელად ტაბიძეს 1 თვე აქვს. შეგახსენებთ, დავით ტაბიძე ფონდის დირექტორის პოსტზე 2021 წლიდან 2025 წლის მაისამდე იყო, მისი თანამდებობაზე ყოფნა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრად ირაკლი ქარსელაძის მუშაობას ემთხვევა. დაუბრუნდეთ რევაზ სოხაძის გამოსვლას პარლამენტში და მის ძირითად გზავნილებს. ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დადგენის პრინციპის რეფორმა, რომელიც 35 წლის განმავლობაში ვერ განხორციელდა და სერიოზულად აზიანებდა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს. თქვა მან, რას ნიშნავს ეს და რა კავშირშია მათ შორის ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნასთან და ბიზნესის განვითარებასთან, ამაზე სტუმართან ერთად ვიმსჯელებთ. რამდენიმე წუთში რევაზ სოხაძემ გუშინ პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ ახსენა თეთრი სიის რეფორმაც, როგორც ცნობილია, კომპანიებს 2026 წლიდან სახელმწიფო კონტრაქტის ავანსის 60% საბანკო გარანტიის წარდგენა მოუწევთ, რომელიც 2027 და 28 წლებში 10%-ით გაიზრდება. აი 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც თეთრი სიის კრიტერიუმებსა და პრეფერენციებს განსაზღვრავს. თეთრი სიის რეფორმირებაზე მივედით საბოლოო გადაწყვეტამდე აღნიშნა გუშინაც მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან. რევაზ სოხაძე მოცნების დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა, როგორც თქვი, რომელიც სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის ტემპს ან გაჭიანურების მიზეზებს შეეხებოდა. მთლიანობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მიზნად დაისახეს სამინისტრო სისტემაში შემავალი რამდენიმე უწყების სრული რეორგანიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდა
ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ეფექტური და გამჭვირვალე ორგანიზაციები, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების მაღალი ხარისხით მართვაზე. პირველ რიგში, ვისი პასუხისმგებლობაა უხარისხო თუ ნაკლებად ხარისხენი საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტები, რისთვისაც ფულს ჩვენ გადასახადების გადამხდელები ვიხდით. არაკეთილსინდისიერი ბიზნესის თუ გულგრილი ან კორუმპირებული ჩინოვნიკების, ამაზეც ვისაუბრებთ TSN ჯგუფის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად გიორგი თავართქილაძე უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშთების ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით მადლობა მოწვევისთვის. არაერთი თემა მოვინიშნე, რაზეც თქვენი შეფასება და მოსაზრება გვაინტერესებს, მაგრამ პირველ რიგში რევაზ სოხაძის მხრიდან წინა მენეჯმენტის საკმაოდ პირდაპირ მხილების კომენტირება მინდა გთხოვოთ, ან დავარქვათ ამას პრობლემებზე ღიად საუბარი. რას ნიშნავს ეს და როგორ აღიქვამთ ამ ყველაფერს თქვენ როგორც ერთ-ერთი კომპანია ბიზნესის წარმომადგენელი? ჩემთვის ამაზე კომენტარის გაკეთება ცოტათი რთული იქნება, იმიტომ რომ იმდენად შიდა დეტალებზე იყოს საუბარი, რომელზეც ჩვენ გარედან ესეთი პირდაპირი არც ესე ვთქვათ შეხება გქონია, მით უმეტეს ესეთ ცოტა რაღაც ესე ვთქვათ ჩვენთვისაც რაღაც მომენტში ცოტა ისეთი რთული მოსასმენი იყო რაღაცეები, იმიტომ რომ ხა თუ აქ მართლა ქონდა რაღაც გადაცდომებს ადგილი ან რაღაც, ანუ ეს იმ კომპანიების რეპუტაციებზეც მოქმედებს, რომლებიც ესე ვთქვათ ხო იმ პრინციპით, იმ წესით მუშაობდნენ, რომელიც დადგენილია ზოგადად და ну არ ვიცი ამაზე კომენტარს მე ნამდვილად ვერ გავაკეთებ. აი რასაც მინისტრი გუშინ ყვებოდა იცით რა შეიძლება ისტორიებს ზოგადად ეხლა მაგალითად პრობლემები იყო, რაზეც რევაზ სოხაძე გუშინ აქცენტს აკეთებდა, ხარისხის პრობლემა პროექტებში, სიტყვერი შეთანხმებები, ავანსების უგარანტიოდ გაცემა და ასე შემდეგ. მე ჩემს პირად პრაქტიკაში ესეთი რაღაცები არ ყოფილა. აქედან გამომდინარე მე არ შემიძლია ამაზე ესე ვისაუბრო, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია რომ რაღაც სიტყვიერი შეთანხმებით ავანსის გაცემა ცოტათი ჩემთვის თქვენი ჯგუფი მსგავსი პრივილეგიებით არ სარგებლობს. არა, მე არ მგონია რომ პრივილეგია იყოს. ეს მე არ მგონია რომ პრივილეგია იყოს. ის რაზეც მინისტრმა ისაუბრა გუშინ პრინციპში ხარისხს დავარქმევთ თუ ურთიერთობის ფორმას დავარქმევთ. ჩემთვის ეს ყველაფერი განისაზღვრება ერთი სიტყვით და ეს არის სტანდარტი. ანუ რა სტანდარტებით მუშაობთ ორივე მხარე, ოღონდ აქ არ არის მარტო რა გავიგეთ მაშინ გუშინ რევაზ სოხაძისგან რა სტანდარტებით ის რაც ნახსენები იყოს ევროკოდებზე გადასვლა, ანუ ევროკოდი რას მოიცავს ზოგადად, ანუ ურთიერთობის წესს. როგორ ურთიერთობთ, როგორი უნდა იყოს პროექტი, როგორი უნდა იყოს მასალა, როგორი უნდა იყოს შესრულების ხარისხი. ცვლილება, აი პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ რეფორმებს ყოველთვის მოსდევს ცვლილებების შიში. რაც არის ძალიან დამღუპველი ზოგადად ნებისმიერი სექტორისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვისაც მინდა გითხრათ რა, ეს ადამიანი რომელიც ცვლილებებს ვერ გუობს, ის ვერ შეცვლის ვერაფერს აბსოლუტურად მინდა გითხრათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ეს ცვლილებები კულტურულად სწორად არ გავიაზრეთ, როგორ უნდა გავაკეთოთ, რა სტანდარტით უნდა ვიმუშაოთ და ეს უნდა გახდეს ჩვენი სასაუბრო ენაც. და არა ვთქვათ რაღაცა ვის რა მოწონს. კონკრეტული სტანდარტები და გუშინ მე უფრო მაგნაწილს უსმენდი მისი გამოსვლიდან ვიდრე გაინტერესებთ რა იცვლება რა იცვლება, რა თქმა უნდა, როგორ იქნება. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ და რამდენიმე აქტუალური თემა, რაზეც მათ შორის ბოლო წლებში თქვენც და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებსაც გისაუბრიათ, გამოვყოფ, მაგრამ იქამდე თავარი კითხვა არის მაინც გუშინ მინისტრის განცხადებებიდან ჩანდა ისე რომ არის ეს პრობლემები იყო სამინისტროშიც მენეჯმენტის მხრიდან და პრობლემები იყო იმ ხრივაც რომ იყვნენ არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორებიც, რომლებიც ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ. ასევე ერთ-ერთი ისეთი კონტრაქტორიც შემოხვედრიაო რევაზ სოხაძემ თქვა, რომელმაც მითხრა თქვა ხარისხიანად თუ გავაკეთებდი ყველაფერს, მაშინ მე რა ხეირიო. უცნაურია, მაგრამ ეს განცხადებები გუშინ მინისტრმა გააკეთა. ჩემი კითხვა აი გადასახადის გადამხდელს საქართველოს მოქალაქეს რაც ყველაზე მეტად აინტერესებს, რომ სადღაც უხარისხოდ დაიგო გზა, უხარისხო გვირაბი, ან ხიდი აშენდა. აი ამაში პირველ რიგში ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფო? დამკვეთი თუ შედარებით ნაკლებად კეთილსინდისიერი ბიზნესი, როგორ უნდა შევხედოთ ამ თემას? მოდით ესე გეტყვით, მე ამ საკითხს ესე უყურებ. ამაში დამნაშავე არის ყველა აბსოლუტურად.
ყველას თავისი წილი აქვს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, რომ მე ძალიან კეთილსინდისიერი ვარ, მე ძალიან კარგი ვარ, მე არაფერი ცუდი არ გამიკეთებია. ალბათ მეც უკეთესად უნდა გავაკეთო რაღაცეები. ალბათ მეც რაღაცეები სხვანაირად უნდა დამენახა, როგორც ჩემი მხრიდან, თქვათ, სადაც შეიძლებოდა, თქვათ, უფრო კაცრები ვყოფილიყავით, ანუ მოგვეთხოვა ეს ნორმები, სტანდარტები, ეს ფასების გაზრდა, ანუ თავიდანვე ამაზე გაგვეკეთებინა აპელირება. მაგრამ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ აი ეს რაც დღეს ეს პრობლემები უკვე ჯამურად, რომელიც ცოტა იყრის უკვე ერთობლიობაში თავს ჯამურად ისეთ სურათს გვაძლევს, რომ კომპანიები, რომლებიც უკვე შესული არიან ამ პრობლემებში, უკვე გადარჩენის ეტაპზე მზად არიან რაღაც რისკები გაწიონ. ნერი უკვე ამ რისკების გაწევის კუთხით ისინი ცდილობენ ყველაზე ცუდი გადაწყვეტილების მიღებას, რომ ხარისხის ხარჯზე გააკეთონ ეს ყველაფერი. ოღონდ ამაში მარტო კომპანიის დადანაშაულება არასწორი არის. ანუ ის რომ იცი, მე ყველაფერს კარგად ვაკეთებ და აი ეს უხარისხო დაკეთებენ ეს კომპანიები, უკვე არასწორია, იმიტომ რომ მართვა შენია. შენ მართავ, კონტროლი შენია. ანუ თუ პრობლემა ყველგან პრობლემა, ანუ თუ 216-დან 164-ში პრობლემა არის, ესე იგი ჯამურად არის პრობლემა. ანუ ჩვენ რო სტანდარტებზე ვლაპარაკობთ, ზუსტად მაგას ვიძახი მე, რომ ანუ ჩვენ როცა რაღაც სტანდარტით მუშაობთ და ვიცით, რომ აი ეს არის სტანდარტი, ესე უნდა გავაკეთოთ, ესე უნდა გავაკეთოთ, ესე უნდა გავაკეთოთ. მაგ შემთხვევაში უკვე ვინ ცუდად აკეთებს და ვინ კარგად ჩანს და როცა აი ჩვენ რაღაც არეული ურთიერთობა გვაქვს, არეული სასაუბრო ენა გვაქვს, ანუ არ არის ჩამოყალიბებული კონკრეტული ნორმები და სტანდარტები. კი ბატონო. ვისაუბროთ აი ამ სტანდარტებზე. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი თემა არის, რაზეც წლებია გვესმის ბიზნესის მხრიდანაც საუბარი, სახელმწიფო ტენდერებში ფასთა ინდექსაციის თემა. მინისტრმა ამაზეც გაამახვილა გუშინ ყურადღება. კიდევ ერთხელ ხშირად საუბრობთ, მაგრამ ჩვენს მაყურებელსაც რო ავუხსნათ, რას ნიშნავს ეს მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან, რა გჭირდებათ სახელმწიფოსგან და თავარი პრინციპი რო იყოს ისე მოქალაქე, რომელიც არის მიმღები ამ ხარისხიანი ინფრასტრუქტურის, მისთვის რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი? რას ვიგებთ? ამ შემთხვევაში ფასთა ინდექსაცია ჩვენ როგორც მშენებელი კომპანიებისთვის არის, არა მარტო როგორც მშენებელი კომპანიებისთვის, აი მარტივად რო ავხსნათ, თქვენ აკეთებთ სახლში რემონტს. და გაძვირდა საღებავი. რას იზავთ? იყიდით ხო იმ ძვირსაღებავს, იმიტომ რომ ხარისხს არ დააგდებთ, ანუ სუდ რემონტს არ გააკეთებთ, კარგ რემონტს გააკეთებთ. ჩვენ შემთხვევაში ეს შეიძლება ცოტა უტრირებული არის ეს რაც რემონტის ნაწილი, მაგრამ დაახლოებით იგივე, ანუ მე მუშაობის პროცესში, როდესაც პრაქტიკულად ადგილობრივი წარმოება არც ისე განვითარებული გვაქვს ჩვენ სამშენებლო მიმართულებით. პლუს, როდესაც ჩვენ სახელფასო რანჟირება გვესდება წლიდან წლამდე. მინიმუმ 10%-ით სახელფასო განკვეთები იზრდება. ამ შემთხვევაში ხარ გრძელვადიან პროექტებზე, 12 თვეზე მეტ პროექტებზე, ის ფასები, რომლებიც ინდექსაციას განიცდიან და იზრდება ეს ყველაფერი, ეს ხო პრაქტიკულად მშენებელს აწვევა. ეს ძალიან მარტივი მოსაძიებელია ეს ინფორმაცია, იგივე ბანკებთან მოკითხვა შესაძლებელია, იგივე აუდიტის ვალდებულებაც აქვს კომპანიებს, ჩვენც ვაკეთებთ აუდიტს, ანუ თვითონ ჩვენ მაგალითად როგორც სამშენებლო კომპანიას გვაქვს ძალიან დაბალი მოგების მარჟა. ჩვენ რო თქვა საწარმოების ხარჯზე არ ვაბალანსებდეთ ამ მოგებას, დღეს ალბათ ჩვენი კომპანია ვერ იარსებებდა. მაშინ როცა ამ კომპანიას აქვს 18 წლიანი ისტორია. ერთ-ერთი ძველი სამშენებლო კომპანია ვარ შემორჩენილი, ესე ვთქვათ, ამ ბაზარზე, დიახ. და ჩვენი ყოველთვის ჩვენი მიმართულება ზუსტად რო ხარისხი იყო და ხარისხის მაქსიმალური კონტროლი იყო, იმიტომ რომ ჩვენ შიდა განყოფილება გვაქვს ხარისხის კონტროლის და უშუალოდ მე მექვემდებარება ეს ხარისხის განყოფილება, რომ ეს რეპორტები თუ რაღაცა ობიექტზე ისი არ კეთება, იმიტომ რომ ეს ძალიან ანუ შეიძლება ადამიანს რაღაცა აი ესეთი უმნიშვნელოზე თვალი დახუჭოს, მაგრამ აქ როდესაც შენთვის ეს პრიორიტეტია, კომპანიისთვის და სტრატეგიული პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, შენ ამის კონტროლი მაქსიმალურად უნდა გააძლიერო. და რა პრობლემას ქმნიდა ეს, რომ მაგალითად მოიგეთ ტენდერი
12 თვეში რაღაც ახალი ხიდი უნდა ჩააბაროთ სახელმწიფოს. ამასობაში გაძვირდა ფასები, ხანდახან იავდება კურსი გაიზარდა. ინდექსაცია, ნახეთ, ყველას ესმის რომ ფასები უნდა გაიზარდოს. თქვენ იმ ფასში უნდა ჩაიდეთ. მე იმ ფასში უნდა ჩავედი. ფასთა ინდექსაცია, მოკლედ. ფასთა ინდექსაცია შეცვლის იმას, რომ ჩვენ მივიღებთ იმ ადეკვატურ შესრულებას იმ ნაწილში, რა ხარჯებიც გვაქვს. რაც გვეკუთვნის, ანუ ის დამატებითი ხარჯები არ დააწვება კომპანიის მოგებას. ეს კომპანიაც ხო სახელმწიფოს ნაწილია და ისეთივე გადასახადების გადამხდელია, როგორც თქვენ და როგორც ნებისმიერ. იქ მომუშავე პერსონალიც ხომ ის მოქალაქეები არიან, რომლებიც ერთობლიობაში ჩვენ ქვეყანას შეადგენს. იმ ხალხსაც ხო განვითარება ჭირდება. ანუ ტრეინინგები, კვალიფიკაციის ამაღლება ეს ყველაფერი ხო ბიუჯეტში უნდა შეიტანოს კომპანიამ. თუ მოგება არ დარჩა ამ კომპანიას, როგორ უნდა განავითაროს კადრები, როგორ უნდა განავითაროთ ქვეყანა, თუ ჩვენ თვითონ ვერ განვითარდით ერთეულები. ანუ ესე თუ არ შევხედეთ ამაზე, ჩვენ თუ ყველაფერზე სახელმწიფო ამდენი ხანი ამ ფასთა ინდექსაციაზე, იმიტომ არ თუ ვერ მოყვებოდათ, რომ მეორე მხარეს უყურებდნენ უფრო ფართო სურათს არ უყურებდნენ და მარტო იქიდან გამოდიოდნენ, რომ შეიძლებოდა შემდეგ გაძვირებოდა პროექტები ბიუჯეტს. შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ესე ვთქვათ, ჩამკეტად ქონდათ, შეიძლება ეს საკანონმდებლო ნაწილიც იყო, რომ ვთქვათ, ტენდერში მონაწილეობა მიიღე, განაფასე, ამ ფასად უნდა გააკეთო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიზახი, ანუ ეურო ნორმები, რაც მინისტრმა ახსენა. და შესაძლოა რომ მომავალი წლიდან გვინდა ძალიან მნიშვნელოვანია. გადავიდეთ ევროპულ სამშენებლო ნორმებს. ევროპული სამშენებლო ნორმა არ მოიცავს მარტო, რომ ჩვენ უცებ გავხდებით ევროპელი მშენებლები და დავიწყებთ ევროპულად მშენებლობას. არა, აქ არის მთელი ესე ვთქვათ, ძირეულ ცვლილებებზეა ლაპარაკი, საკონტრაქტო ენა, იგივე ინდექსაციები, იგივე ცვლილებები. ანუ დღეს ცვლილებების რო ეშინია ხალხს და ძალიან ბუნებრივიც არის რეფორმებს და მით უმეტეს იმ აქცენტებზე რა აქცენტებიც გააკეთდა, ხო და პლუს ამდენი დაკავებები, რაღაცა ეს სერია ესე ეს ყველაფერი იწვევს რას, რომ უკვე ცვლილებების მიმართ ძალიან სენსიტიური ხდება თვითონ შიგნიდან ორგანულად და უკვე გარედანაც ესეთი საფრთხე ჩდება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ზუსტად ევრონორმის პირველი გამსაზღვრელი რა არის? ევრონორმაში არ არის თავარი, რომ აი თქვათ დააპროექტდა ჭიქა წყლით, რომ აი ესე უნდა გააკეთო ეს ხო. თავარია შედეგი მივიღო. თავარია მივიღო ის შედეგი, რაზეც უნდა გავიდე. შედეგზე ორიენტირებულია. მაგრამ ამას როგორ მივიღებ? აი ამაზე მე მაქვს უკვე ესე ვთქვათ ლავირების საშუალება, რომ გავამარტივო, უფრო ეფექტური გავხადო, სხვა მასალა გამოვიყენო, რაზეც მეწვდომა მაქვს. ეს რის საშუალებას იძლევა? გაიზარდოს ინჟინრული ინტელექტი, მივიღოთ ახალი ინჟინრული გადაწყვეტილებები, შევქმნათ ახალი საწარმოები და ახალი პროდუქცია ვაწარმოოთ. და ნუ რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უფრო ეფექტური და ხარჯეფექტურიც გავხადოთ. უფრო იაფი შეიძლება რაღაცეები გახდეს. ოღონდ ამ ხარისხს ერთი მხარე ვერ ექნება. ხარისხი, როცა შემსრულებლისგან უნდა წამოვიდეს, დამკვეთისგანაც უნდა წამოვიდეს ხარისხი. ანუ რა თქმა უნდა, შესაბამისი ფასი, შესაბამისი ზედამხედველობა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს არის ევრონორმები და ევროკოდები, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას იდეაში ერთი შეხედვით გონია, რომ გააძვირებს, შეიძლება ერთეულის ფასი რაღაცაზე გააძვირდეს, იმიტომ რომ მასალა უფრო ძვირი იყოს რაღაც კონკრეტულ დონეზე, მაგრამ თვითონ გადაწყვეტილება ინჟინრული იმდენად ეფექტური იყოს, რომ იმან გააიაფოს ჯამურად პროექტის ღირებულება. კი ბატონო. ალბათ რეფორმა რო დაიძრება უფრო აქტიურად კიდე მოგვეცემა აქტიურად განხილვის და მსჯელობის საშუალება. თეთრი სიაც ერთ-ერთი თემა არის, რაც ასევე უკავშირდება ხარისხს და როგორც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ძალიან რამდენიმე ასეული მილიონის ავანსი იყო ესე გაცემული გარანტიების გარეშე და დღეს შეიძლება ეს თანხა სახელმწიფომ დაკარგოს ან ვერ მიიღოს ის პროექტები. მინისტრმა თქვა, რომ შევთანხმდით უკვე რეფორმის ძირითად არსებულ ბიზნესთან, ვიცით გარდამავალი პერიოდი როგორი იქნება 10%-ით გაიზრდება, ასე ვთქვათ, საგარანტიო ავანსის წარდგენის თანხა. როგორ ფიქრობთ, ბიზნესი აიტანს და მისაღებია ეს გარდამავალ პერიოდში თამაშის ეს წესები თუ რაღაც გამოწვევის წინაშე? მე ვფიქრობ, ეს არის სუფთა აი თევზის და თევზის ჭერის ამბავი არის. ჩემთვის პირადად, ანუ თეთრი სია არის თევზი, რომელსაც დღეს ჭამ. და ანკესი ის არის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს ქვეყანაში.
სამშენებლო კომპანიებს შეეძლოთ იმდენად მყარად იდგნენ, რომ საავანსო გარანტიები, აქტივები შექმნან, კაპიტალი შექმნან, საწარმოები შექმნან და ამ შექმნილი კაპიტალით ის საავანსო გარანტიები ყოველგვარი შეღავათების გარეშე მიიღონ, მე არ მგონია რომ ამაზე ვინმეს რამე პრობლემა ქონდეს. ანუ აქ უბრალოდ იმაზეა ლაპარაკი, რომ ეს თეთრი სია უბრალოდ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ნაკლები რესურსით სამუშაო ფული მიეღოთ და დაეწყოთ მუშაობა. ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ჩვენ თეთრი სია არ გვაქვს წელიწადზე მეტია, 20 წელიწად ნახევარი და რაღაც მომენტში ამაზე რომ გადავწყვიტეთ მუშაობა, ჩვენ სტრატეგიული გადაწყვეტილება მივიღეთ შიგნით კომპანიაში, ჩვენ ეს არ გვჭირდება. მე მირჩევნია პრობლემა ვიცოდე დღეს რომ კომპანიაში პრობლემა მაქვს, ვიდრე მეგონოს რომ რაღაცა თავი გამაქვს რაღაც შეღავათებით და ესე ვთქვათ რაღაც თუმცა ამ შეშყოფთა მარტივი იყო, ხო? თან ბევრი კონტრაქტი, ორი წარმატებული პროექტი დიახ. თუ უნდა მოგეთხოვათ, მე თუ რატო არ იყავით, როგორც იცი, არაერთი პროექტი გაქვთ თქვენც? არ მოგვითხოვი, აღარ მოგვითხოვეთ. რო არ მოგატყუთ ბოლო 1 წელი არჩევდივართ სახელმწიფო ტენდერებში. არ ვიღებთ მონაწილეობას. საფასო პოლიტიკას ჩვენი კომპანია ვერ უძლებს, ანუ იმ ფასებით ჩვენ ვერ ვიღებთ მონაწილეობას. ხარისხი დაიჭიროთ, არ გეღებთ. თუმცა რეფორმების შემდეგ მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, თელარაი, როგორ შეიძლება ხარისხი დავიჭირო, აი ვერ უხდები რას ნიშნავს ხარისხი, ანუ თუ ხარისხი არ მიჭიროს, თუ უხარისხოდ ვაჩენებ, შეცდომები ყველას მოგდის, აბსოლუტურად. უშეცდომო არავინ არ არის. შეიძლება ჩვენც რაღაცა უხარისხოდ გავაკეთეთ. ანუ აი არ შეიძლება ყველაფერზე აი რაღაცა გამომწურავად საუბარი. რისთვის არსებობს ხო კონტრაქტუალური ურთიერთობები? ხარისხის გარანტია რატო კავდება? რომ თუ იქ რაღაცა წარმოიშვა, პასუხისგებლობა იმ კომპანიამ, ჩემი აზრით ზუსტად არსებობენ პასუხისგებლიანი და უპასუხისგებლო კომპანიები. ხარისხიანი და უხარისხოები არა. არიან პასუხისგებლიანი და უპასუხისგებლო კომპანიები. უხარისხო პროექტები მაშინ ასე ვიკითხავ ბოლოსკენ ვისი და რისი ბრალია ძირითადად თავშიც კი ვიკითხეს პასუხისმგებლობის ნაწილში. ყველასი აბსოლუტურად. მათ შორის ის რომ თქვენ ამბობთ რომ ბოლო 1 წელია სახელმწიფო ტენდერებში აღარ მონაწილეობთ, იმიტომ რომ ასეთი იყო განფასება. აი რეფორმა რო იქნება, მიიღებთ მონაწილეობას. თუ ჩვენ საფასო თუ ახალი თამაშისები თუ რეინჯში ჩავჯდებით, ანუ თუ ჩვენთვის ფასები მისაღები იქნება, რა თქმა უნდა შევალთ. აი მარტივი მაგალითი რო გითხრათ, ეხა იყო რაღაც საკმაოდ დიდი ტენდერი იყო, რომელიც ჩვენი კომპანიისთვის სტრატეგიულიც იყო idea-ში, აღმოსავლეთ საქართველოს ესე ვთქვათ სამშენებლო ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის განხრით. იქ იყო სადაც 196 პუნქტი პრეისკურანტით ხდებოდა, ესე ვთქვათ, ამ ტენდერის განფასება. ამ პუნქტებიდან დაახლოებით 88% გადიოდა მინუსში. ჩვენ რაც დავთვალეთ. 12% გადიოდა პლუსში. ანუ ეს უკვე ნახეთ როგორი ჩემთვის პირადად ეს ძალიან მანკიერი პირობა, იმიტომ რომ მე უკვე ვცდილობ რომ გავაკეთო იმ პუნქტებით ეს სამუშაოები, რომელშიც მე ესე ვთქვათ მომგებიანი პუნქტები მაქვს. და ჩვენ თუ ყველგან სადღაც დაახლოებით ერთი მარჯა გვექნება და აი საფასო პოლიტიკაზე რაზეც ისაუბრა მინისტრმა, ჩვენ თუ ამას შევძლებთ რომ გავაჯანსაღოთ საფასო პოლიტიკა და შევძლოთ იმ ფასებზე მისვლა რომ ყველგან იყოს თქვათ რაღაცა კონკრეტული მოგების მარჯა რაც არის დადგენილი ხა დღეს კიდევ ერთხელ გამოვით 3-4%-იან მარჯაზე მუშაობს სამშენებლო კომპანია. 3-4%-იან მარჯაზე. არა, უბრალოდ მაღალია ამ ბიზნესში. ეს მოგება. აი მან კიდე ზუსტად მე მინდა ვთქვა რომ აი ევროპული ხედვა არა მარტო მშენებლის ეგ ყველა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ ერთი რაღაცა რა რომ როდესაც თქვენ მე ესე მიყურებთ რომ მე ვარ საბჭოთა კავშირის გადმონაშთი და მე იქ რაღაცას ვიპარავ და მე რატო უნდა გენდოთ თქვენ ჩვენ თუ ერთმანეთის დობა არ ვისწავლეთ, ჩვენ თუ რაღაცების გააზრება, ანუ დაუფიქრებელი საუბარი და ძალიან ბევრი რაღაცა შემხედრია მე ცხოვრებაში დაახლოებით, აი ჩემ პრაქტიკაში, სადაც აი ისეთი ბრალდებები წამოსულა, რომ ხანდახან გულიც გთხივა, რომ იმ რამდენი გაკეთებული
და ამას აბსოლუტურად სხვა კუთხიდან უყურებენ. ხო, ნდობის მოპოვებას ალბათ დროც და თუმცა რა თქმა უნდა და კონკრეტული შედეგებიც სჭირდება. ცოტა დრო გრჩება ბატონო გიორგი და თქვენ პროექტებზეც მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, უფრო გაფართოების გეგმაზე, როგორც ზოლ ინტერვიუებში ამოვიკითხე, საზღვარგარეთაც აპირებდით ორი კი, ჩვენ დავარეგისტრირეთ ჩეხეთში ჩვენი ფილიალი. მარტიდან ვიწყებთ ოპერირებას, უკვე რაღაც ხელშეკრულებებზე უკვე მოლაპარაკება დაწყებულია, წლის ბოლომდე უკვე მოვაწერთ ხელს ორ კონტრაქტზე. და რას ნიშნავს ეს, რას გააკეთებთ ჩეხეთში? ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ანუ საავტომობილო გზების მოწყობის პროექტები არის, ორი პროექტი, რომელზეც საუბრობთ. და ერთი, დიდი ესე ვთქვათ, დეველოპერული პროექტია, სადაც ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა მთლიანად ესე ვთქვათ უნდა გავუკეთოთ იქ წყალარინება, სანიაღვრე სისტემები, წყალგაყვანილობა, თვითონ გზები, მისასვლელი გზები და ვცდილობთ ესე ვთქვათ იქაური გამოცდილება მე უკვე აქაც ესე ვთქვათ გადმოვიტანოთ აქაც, ანუ საპროექტო კუთხითაც იქ თანამშრომლობთ ძალიან დიდ საპროექტო ორგანიზაციასთან, რომელთან ერთადაც ვახდენთ ამ პროექტების ესე ვთქვათ რევიზიას, დიზაინ რევიუს ესე ვთქვათ. და ამას არ აქვს ერთი მიმართულება, რომ ჩვენ გავიდეთ მარტო. იქიდანაც გვინდა იმ ყველაფრის ინტეგრირება ჩვენ ქვეყანაშიც, რომ ანუ შევცვალოთ კულტურა თვითონ მუშაობის პირველ რიგში საკუთარი თავის და მე უკვე მზად ვართ ყველას გაუზიაროთ აბსოლუტურად. ძალიან კარგი. აუცილებლად მოვიკითხავთ თქვენ ამბებზეთ მეორე კომპანიას? სად? მეორე კომპანია აზიაზე ცოტა შევფერხდით, იმიტომ რომ იქ ცოტა სხვა სპეციფიკის. ხო, ცოტა ესეთი ევროპა გვინდა ყველას, აი ქართულ კომპანიებს რატომ მიგიწევთ გული ევროპისგან ხშირად ამ სტუდიაში ამ კითხვას და რამდენად მნიშვნელოვანია მათ შორის ბიზნესისთვის გაგრძელდეს ისევ ევროინტეგრაციის პროცესი, სადაც დღეს კი ბატონო, მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით. ევროპაში იდეურად მშენებლობის კუთხით ეს არის გაცილებით სხვა ხედვა ზოგადად მშენებლობის განვითარების შესაძლებლობები არის გაცილებით მეტი, ანუ რაღაც სიახლეების წარმოჩენის, სულ რაღაც გაუმჯობესებისკენ მიდის ესე ვთქვათ მუშაობა. ამ ბოლო დროს ძალიან წამოიწია ჩინური ტექნოლოგიები, იმიტომ რომ ძალიან განვითარდა ჩინეთიც მაგ კუთხით, თუმცა მაინც მეკად, მშენებლობის მეკად მაინც ევროპა ითვლება. ის ნორმები, გადახრები, ეს ტექნოლოგიები, ეს სიახლეები, ყველაფერი იქიდან მოდის. ჩვენთვის პირადად რისთვისაც ვაკეთებთ ამას, რომ ჩვენ თვითონ გავიზარდოთ როგორც კომპანია, უფრო ესე ვთქვათ, ინტელექტი გაიზარდოს, ჩვენი საინჟინრო ინტელექტი, გადაწყვეტილებების ნაწილში აი ეს რეკომენდაციები, ის პრაქტიკა, რომ გავიზიაროთ და მე საჭიროების ამებ დავნერგოთ და ზოგადად თქვენ კითხვასთან დაკავშირებით მე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ კავშირში, ძლიერ კავშირში ინტეგრაცია ძალიან კარგია. მაგრამ თუ ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ და ჩვენ თვითონ თუ ვერ ვინტეგრირდით ინდივიდუალურად, ჩვენ ეს არაფერს არ მოგცემს. ანუ მარტო ფულით, მარტო ინვესტიციებით ვერ გახდები ევროპელი, ვერ გახდები ვერანაირ ინტეგრაციას ვერ მოახდენ. ანუ თუ განვითარებაზე არ ხარ ორიენტირებული და მე იმედი მაქვს, რომ მივალთ იქამდე, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ერთიან ხედვაზე ჩამოყალიბდება ზოგადად საზოგადოება, რომ საზოგადოება თითქოს ჩამოყალიბებულია უბრალოდ ხელისუფლებას რაღაც ხელისუფლებას ხო საზოგადოება კი, რომელიც საზოგადოება მაირჩია და საზოგადოების უმრავლესობის ბატონო, მაგას ვამბობ, ან რაღაცა ეს ერთიანობა სამწუხაროდ გვაკლია ჩვენ, იმიტომ რომ რას დაგუსტოთ წერტილი მაშინ ამ ქვეყანაში, ჩემ ბოლო კითხვას. აი ზუსტად მაგის გაგრძელება არის, რომ ჩვენ თუ არ დაუსვავთ წერტილს იმას, რომ რაღაც ერთმანეთისადმი აი ესეთი იმდენად პატარა ქვეყანა, ესეთი აგრესია ერთმანეთის მიმართ. ჩემთვის წარმოუდგენელი არის. მე ეხლა შეიძლება ძველმოდურად გამომივიდე და რაღაც ძველყაიდურად, მაგრამ ჩემთან ოჯახში ესეთი რაღაცა ცოტა წარმოუდგენელი იყო, რომ აი ესე შეიძლება ადამიანზე, ნებისმიერ ადამიანზე ესეთი აგრესიით, ესეთი
არ არის კონკრეტულ Facebook-ის საერთოდ სოციალური ქსელების საერთოდ წაშლილი. აი გულახდილად გეუბნებით გავეთიშე აი ამ გაუგებრობას, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც შეიძლება 3 მილიონიან ერს ჭირდეს. თუმცა სოლიდარობის ბევრი მაგალითიც არის Facebook-ში, დახმარების, ერთობის. ხო და ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარულები, ყველაფერში აბსოლუტურად. უნდა საქართველოს ძლიერი ყოველთვის იყო, როცა იყო ერთიანი და ერთი ხედვა ჰქონდა. მე ისტორიას მარტო იმას არ ვიძახი 10 წელს და 20 წელს. მე ისტორია ცოტა უფრო შორიდან ძალა ერთობაშიო. კი ბატონო. ამიტომაც ვამბობთ ხოლმე. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ დროისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა კომპანია TSN ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავარდფილაძე. ნახვამდის გემშვიდობებით.